ვინ არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ჩვენთან საქართველოში ასე მრავლად არის? მე ძალიან კარგად მახსოვს შევარდნაძის დრო და ვარდების რევოლუციაც და ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო კმარა, რომლის წევრებიც იყვნენ ბოკერია, ეს ხიდაშელები, უსუფაშვილები, სააკაშვილები და ეს რამიშვილები და მოკლედ ეს ნაციონალური მოძრაობა ვინც არიან. ყველა ეგენი არიან აი მაგ კმარას გამოზრდილები და სწორედ კმარა იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ვარდების რევოლუცია. სამწუხაროდ დღეს ამ ქვეყანაში აი ესეთი კმარა არის 100 და მეტი წარმოიდგინეთ. საქართველოში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პატრონები თავს ისე გრძნობენ როგორც თევზი წყალში. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევალებათ ის, რომ მოიპოვონ საზოგადოების ნდობა და მოიგონ საზოგადოების ადამიანების გულები. შესაბამისად, ახორციელებენ სხვადასხვა სიკეთის მომტან პროექტებს და პროგრამებს. ამ პროგრამაში ჩართული ადამიანები იღებენ სარგებლებს, ზოგი ჯანმრთელობის კუთხით, ზოგი განათლების და სხვადასხვა ხაზით ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს და შესაბამისად, ვინც ამ პროგრამებში არის ჩართული და ამ დახმარებას ღებულობენ ეს ადამიანები, მათი გულებიც ეკუთვნით შემდეგ აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთვის ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ავტორიტეტები ხდებიან და სწორედ აი ეს გადააქცევს მე ამ ადამიანებს ბრმა იარაღად აი ამ არასამთავრობოების და მათი პატრონების ხელში და ეს საქართველოში წლების განმავლობაში ეს ყველაფერი ხორციელდებოდა და დღემდე ასე ხდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ არსებობს, რომ ვინმე ტყუილად ისე უბრალოდ მილიონები წლების განმავლობაში ხარჯოს, მხოლოდ იმის გამო, რომ აი ჩვენ ქართველები ვიყოთ ყველაზე ჯანმრთელები, ყველაზე ბედნიერები და ყველაზე კარგად რო გრძნობდეთ თავს. ამის ასე წარმოდგენა არის მიამიტობა და სისულელე. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა კონკრეტული მილიონის და მილიარდის უკან დგას კონკრეტული ინტერესები. და შესაბამისად, აი ამ არასამთავრობოების უკანაც დგანან კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურები და მათი ინტერესები. ყველა ნორმალურ და ძლიერ სახელმწიფოებში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, იკრძალება. ან თუ არ იკრძალება, ძალიან მკაცრად კონტროლდებიან მათი აი ეს ფინანსები და ხარჯვები და საქმიანობა. მე მომხრე ვარ იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას ის ნაბიჯი, რასაც ქვია ის, რომ დაიწყოს აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამოძიება და სრულიად საზოგადოებისათვის გახადოს ნათელი ფაქტებით ის, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. ის, რომ აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა არიან ამ ქვეყნის მტრობის სამსახურში ჩამდგარი ტიპები და ყველა ეგენი ემსახურებიან არა ამ ქვეყნის ინტერესებს და არა ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნების ინტერესებს, საიდანაც მილიონებს და მილიარდებს იღებენ. აი ეს არის ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჭეშმარიტი როლიც და დანიშნულებაც ამ ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც.